მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით League of Legends-ით. ახალი ჩემპიონი მელმე დარდა. როგორ მინდოდა რა. ყოველთვის მინდოდა რომელი დაემატებინათ League of Legends-ში. აი ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც გააკეთეს და მე ვთვლი რომ მელის დამატება საჭირო იყო. ახლა უნდა ვნახოთ ერთი ვიდეო მელის ძალებთან დაკავშირებით და შეიძლება ვნახოთ მეორეც რომელიც იქნება უფრო მეტ დეტალზე მელის შესახებ. ყოველ შემთხვევაში აგერ League of Legends-ის ორიგინალი ვიდეო Male Champion Spotlight. თუ საჭირო იქნება ნახავთ ამასაც. მაგრამ რავი, ჯერჯერობით ვფიქრობ რომ მარტო ძალების შესახებ ნახოთ. ახლა არ არის საჭირო ყველაფერი ვნახოთ მელთან დაკავშირებით, ამიტომ დავიწყოთ მაშინ. დრო აღარ დავკარგოთ. მელმე დარდა. მე დარდა დაწერია, აქ წერია უბრალოდ მელად. მელი. უნდა შევდერთოს. არკეინის ახალი ჩემპიონი ძალები. 3, 2, 1 დავიწყეთ. Mel's abilities have been posted on Chinese social media, so let's have a look at them. She is an AP mage that's primary role is mid lane. Mel's passive is called Searing Brilliance and it has two effects. First, Mel's abilities or auto attacks will leave a deadly shadow imprint on the target, which can be stacked infinitely. If there are enough stacks on the target, you will be able to execute the enemy if it drops below HP threshold. And second, whenever Mel uses an ability, her next auto attack will come with an additional 3 projectiles up to a maximum of 9. Mel's Q is called Radiant Volley. It launches a series of flare missiles that explode at the target location, dealing AoE damage to the enemies in the area. Now time for the crazy ability, Mel's W. She creates a barrier around herself, she is immune to damage, and she bounces enemy projectiles back to the attacker, while also gaining movement speed. Non-targeted skills like Lux Q will bounce back towards their source direction, and target-oriented skills like Vigar Ult will target the original caster. Mel's E it launches a magic bolt that roots enemies in the middle of the area and deals damage over time, while also slowing down people in the area. Mel's ult is called Golden Eclipse. She deals damage to all the enemies affected by her passive. Regardless of how far away she is from the target, she will still damage them. Having multiple imprints will cause additional damage. If the passive imprint isn't fully stacked yet, the ultimate move will not consume these stacks. All in all, it looks like proper positioning is gonna be very important on Mel. What do you guys think about her? Let me know in the comments. Cheers! Magaria. Ara? არა? რამჭირს დღეს ხმაზე არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო, მელის ძალების ის უკან დაბრუნება, აცილება და უკან დაბრუნება რა მაგარი იყო. ანუ შეუძლია ბარიერი შეიქმნას, რის მეშვეობითაც აიღებს და პროსტა რაც მოხდება უკან ესურს მოწინააღმდეგეს. მინდა მელი მინდა ყოველთვის ვამბობდი, დაამატეთ League of Legends-ში მეთქი. დაამატეს, ახლა ყავს ასეთი OP პერსონაჟი. და ის ულტი მაინც რომ მაშვება. ანუ ბონიშნავს უბრალოდ და რამდენად შორს არ უნდა იყოს, მაინც უგეთებს დემეჯს. რა გინდა, ძალიან კარგია. არ დანერფოთ ოღონდ.
გთხოვთ. იმიტომ რომ რავი. მე ჭირდება მე კი ძვირი ეღირება დარწმუნებული ვარ ახლა. მაგრამ რავი. საჭირო არის. ასევე მელს ქონდა სკინი თქუდად რომ ან დროზე ადრე დავხურეს. შევამოწმოთ. მელს ქონდა ასეთი სკინი. Counselor Mel, ეს ნახეთ რა. უბრალოდ ნახეთ. მელია კაო. ისიც რა მაგარია. Counselor და უკან ელორა არკეინიდან. ზუსტად ვახსოვდა. არკეინის პერსონაჟებსაც ვამატებს და League of Legends-ისაც. მხოლოდ League of Legends-ისაც. ხელში რა უჭირავს? Hextech-ის ქვარი თუ ბეჭედია. მე მგონი Hextech-ის ბურთულოა. კარგია, სკინი მომწონს. სკინი არის მშვენიერი. ნუ, მშვენიერი კარგია, არა, მაგრამ თმები და ის ახლა-ახლოდან შევხედე, კრისტალი ხელში გრაფიკა რა, არა მშვენიერია, ძალიან მომწონს სკინი. ოდეშიც, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მშვენიერია. ეს იყო რაც იყო. მშვენიერი პერსონაჟი. წარმოიდგინე, მქონდა რომ თუ მელს დაამატებდნენ. კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე კარგი თუ იქნებოდა, რაც წარმოვიდგენდი. ერთხელ ცოტა დროსაც წაგერთმევთ. და ჩემპიონებში ვნახავ. თუ არის უკვე დამატებული. სადახარ მეტარდა. ნუ ალბანის მიხედვით არის, მაგრამ მორგანა, არა. მელი ჯერ არ ყავს. მაგრამ მალე გვეყოლება. კაი, მაშინ დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. არხის გამოწერა და ზარის კლაკის გააქტიურება. იმედი მაქვს ჩემსავით ელოდებით მელს და მარტო მე არ ვარ ეგეთი გადარეული. გემშვიდობებით, გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძანდება.